საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, USAID-ის 60-მდე მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. იმ მიზეზით, რომ ისინი როგორც ჩანს გამიზნულად გვერდს უვლიდნენ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას საგარეო დახმარების 90-დღიანი პაუზის შესახებ. შეეხო თუ არა, ეს გადაწყვეტილება USAID-ის საქართველოს ოფისს და რა გავლენა ექნება ტრამპის განკარგულებას მის საქმიანობაზე. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაცემული ბრძანებების შესაძლო ჩაშლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებისა და განვითარების სააგენტოს სულ მცირე 56 მაღალი თანამდებობის პირი ორშაბათს შვებულებაში გაუშვეს. აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის მიზეზი დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამჟამინდელმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა. რეპრესიების შიშით ორივე მათგანი ანონიმურობის დაცვით საუბრობდა. აღნიშნული მოჰყვა ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელსაც გასულ კვირას მოაწერა ხელი და უცხოური დახმარებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან სახსრების გამოყოფას 90 დღით აჩერებს.